მოგესალმებით მეგობრებო, ნინია. აქ ახლა მე ვაკეთებ მოკლე გაშლას, თხოვნები მოვიდა თხოვნები, ცოტა ტაროებს გავწევ იქეთ და ეხლა აგიხსნით ყველაფერს. მოკლედ, იცით რა არის? თქვენი ორივეს დუმხართ, აი ეს მთხოვეს გოგოებმაც და ბიჭებმაც, ხო? იყო აქ ბევრი მუშაობა იყო ურთიერთობაში, მიღწევაც იყო, ბავშვები, ორსულობა, თქვენი ერთად ნამუშევარი, კარგად მიდიოდა თქვენი ცხოვრება, ყველაფერი და უცებ იმედგაცრუება მოხდა, ცრემლი, ტირილი, ეს ახლა ისე არ ხდება, ხო, ჰოპ და ჰაერიდან, ხო? აქ მერე კიდე იყო ცდა, შემოთავაზება, ანუ თქვენი შრომა, თვითონაც რა არის, იცით, მშრომელი ადამიანია ძალიან, მშრომელი ადამიანია და ფულის გამომუშავებაც კარგად გამოსდის, ან გამოსდიოდა, მიხვდით, ხო? ეხლა ის ცალკეა, ზოგ ვარიანტში რეზონირდება, თქვენ ცალკე ხართ, ორივე იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ თქვენ უფრო გოგოებო, თქვენ საქმეს აკეთებთ, თქვენი ცხოვრება განაგრძეთ, სადღაც ესე ჩანს, რომ ბევრს რზე, რომ ესე იგი უფრო კმაყოფილები ხართ მის გარეშე, ესეც არის, კი, ესეც თამაშდება, იმიტომ რომ ბევრ ვარიანტში თქვენ ამოგიყირავდათ ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც ელოდით არ გამოგივიდათ, იყო ბევრი მცდელობა, თავიდან დაწყება, მაგრამ ისევ იმედგაცრუებები, ისევ ცრემლები, ჯანმრთელობის განადგურება, მიხვდით, ხო? აი ორივეს დუმხართ, ეხლა ორივეს დუმხართ, აბა ვნახოთ. იცით რა არის, საიდუმლოდ მას ეფიქრება, თქვენც გეფიქრებათ, ეხლა აქ მეუნებიან, რომ ზოგ ვარიანტს ისევ გიწევთ შერიგება, სხვათა შორის ეს რაც ნგრევას უშენებია, სიყვარულს, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. აქ ნამდვილად იყო ჩარევა, პირდაპირ თქვენი ოჯახი დაინგრა, ბევრ შემთხვევაში, აი ოჯახი დაინგრა, მასაც ყავს შეიძლება შვილები, თქვენც ყავთ შეიძლება შვილები, იყო წყევლები, მოწყევლები ზურგს უკან, თვალი გათვალვა, იცით რა არის, აქ ეჭვიანობა სხვა მამაკაცზე, ერთად ხართ თუ არა აინტერესებს თქვენს მამაკაცს, ეჭვიანობს, რომ ესე იგი ინფორმაციას ღებულობს, ჰაერიდან ღებულობს ინფორმაციას, მაგრამ არასწორი ინფორმაციას ღებულობს, მიხვდით, ხო? ძალიან უნდა, რომ დაგიბრუნოთ, ბევრ ვარიანტზე რეზონირდება ეს, თვითონ ისევ ძალიან უყვარხართ, ბევრ ვარიანტში გოგოებთან აღარ გიყვართ, არც გიყვარდათ, უბრალოდ რაღაცა ფინანსებმა განაპირობა, შვილები, ოჯახმა განაპირობა, რომ თქვენ მაშინ ერთად ყოფილიყავით, მიხვდით, ხო? აი ესეთი თემაც ვითარდება. აქ სამი ადამიანი იყო კონკრეტულად ჩარეული თქვენი ოჯახის დანგრევაზე, ნამდვილად გათამაშდება, რომ მამაკაცს 3 შვილი ყავს და 2 თავისია და 1 არ არის თავისი, ქალი ატყუებს. აქ რა არის, ეხა ორივეს დუმხართ, ხო? მამაკაცის მხრიდან არის უფრო ეს, მოკლედ, სამართლიანად მიაჩნია, რომ დაგიბრუნოთ და ამაზე ოცნებობს, ეს არის მისი აუხდენელი ოცნება, აი თვითონ ამოვიდა აუხდენელი ოცნება, რომ დაგიბრუნოთ. აქ მეორე პიროვნებაც ამოვიდა, ეს თქვენ ხართ გოგოებო, ხო ვთქვი, არა თქვენ
მშვენივრად ხართ ბევრ ვარიანტზე. იცით რა არის ეს პიროვნება, ბევრზე მეუბნება, სხვათა შორის სამყარო, რომ ფულიანი პიროვნება არის, მაგრამ როცა ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ყველას ახარჯებდა, ყველასთან ყვებოდა და თქვენ და თქვენ შვილებზე აი ძალიან ესე იგი ხელმომჭირნედ ცხოვრობდა რა, ხელმომჭირნე იყო. ანუ თითქოს ენანებოდა რომ გააკეთებდა. აქ არის სერიოზული ჯადო გაკეთებული. აქ მე ხა ხმა რო არ ამოვიღო, თქვენ თვითონაც მიხვდებით უბრალოდ ტაროებს დახედეთ. აქ არის სერიოზული ჯადო სიკვდილზე გაკეთებული. რატოს დუმხართ ორივე? ან თქვენს გერჩიან, თქვენ მხარეზეც არის ეს დიდი პირდაპირ სიკვდილზეა გაკეთებული, რომ დაწვე და აღარ ადგე, მიხვდით ხო? აჰა, ამასაც მიუმატე 4-იან ხმლებს. 3-იან ხმლებს, აი ნახეთ როგორი აგრესია. გოგოებო, მე აქ გირჩევთ რომ აქ შერიგებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, გაიფუჭებთ კარმას, გაიფუჭებთ ისევ ცხოვრებას. ნახეთ თქვენ ახალი თემები გეძლევათ და ხართ კიდეც თქვენს თემაში. შეიძლება ხალხთან ურთიერთობთ, შეიძლება სოციუმიდან მუშაობთ, სახლიდან მუშაობთ, კი, თქვენ ძალაში ხართ შესულები, კი და ხალხს კარგ დარიგებებს აძლევთ ბევრი. გამძიმეთ დღესაც კი ხართ დარჩენილი ამ ცოტა არ იყოს ცუდ ნეგატიურ სიტუაციაში, პროგრამებში, მაგრამ რა არის, იცით? გამოდიხართ ნელ-ნელა, ბალანსი რაც დარღვეული გქონდათ, ის აღდგენილი გაქვთ, შვილებთან ურთიერთობები აღდგენილია და კიდე აღდგება და ვინც გამოლოცვებს იკეთებთ, წმენდებს იკეთებთ, ის მოქმედებს კარგად. აი ეს თავის ტკივილები, აი ეს წყევლები, ძალიან ბევრი ხმლებია, ძალიან, ესე იგი, თქვენზე ვარჯიშობენ, ვისაც არ ეზარება თქვენს ურთიერთობაზე. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, ის თქვენი ყოფილი მამაკაცი გიკეთებთ ჯადოს, თან შეკვეთილ ჯადოს და იმეორებს, აი ეხლაც, მეტყვი ბალანსი დაკარგა თვითონ, არ მოელოდა ესეთ განვითარებას, იფიქრა რომ მე ძლიერი ვარ, ფული მაქვს და ხობ და ერთი ხელის მოსმით გავანადგურებო, მაგრამ ნურას უკაცრავად, თან შორიდან დიდი ხანია გებძვით, მალულად, ფარულად გებრძვით. ნუ ოცნებობს, იხსენებს, რომ ერთად იყავით და იცით, არ აღიარებს არავისთან, მაგრამ სხვასთან იმას ლაპარაკობს, რაც თვითონ აწყობს, რომ სხვამ დაიჯეროს და გაიგონოს. მანიპულატორია დიდი, ძალიან დიდი მანიპულატორია, ყველას ატყუებს და მიბმას გიკეთებთ სხვათა შორის, რომ ესე იგი არავისთან ურთიერთობა არ გქონდეთ. უყურეთ, თვითონ ამყვა ბევრი ტარო ხელში. მიბმას გიკეთებთ, რომ არავისთან ურთიერთობა არ გქონდეთ. აი გაიცნობთ ვიღაცას, ხობ და დაინგრევა ურთიერთობა. თვითონ იცით რა არის, ტაროზე ამკითხავებინებს თქვენზე, ამარჩიელებს უკაცრავად, რომ ეუბნებიან, რომ თქვენ გამოხვედით სიტუაციიდან, გააქვთ მზე, გააქვთ გზების გახსნა, გააქვთ შემოსავალი, თქვენი ნაშრომი გიფასდებათ, ურთიერთობა, სიყვარული, ფინანსები, თქვენივე ფინანსები, მიხვდით ხო? და უყურეთ, თვითონ ესე იგი მეორედ მეუბნება სამყარო, რომ აქ ჯობია, აი იმიტომ მზდუმხართ, ჯობია რომ მზდუმხართ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, აქვე დატოვოთ, დახუროთ, დაამთავროთ ეს სიტუაცია. მოდით რახან ეს წარიმართა სიტუაცია და სამყარომ ესე ინება, რომ ორივეს დუმხართ და რატომ რა ხდება, აი რატომ, მაგრამ ნახეთ როგორ გველაპარაკა სამყარო. მოდით მაშინ ესე ვთქვათ, აბა რა ბუმერანგი მიიღო, ეშინია, ვიღაცის უკან იმალება, დაცვები, თქვენ ეტყობა მუშაობთ, ვინც ბუმერანგებს აგზავნით, მასაც მიეწია
უყურეთ აქ ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ და ვერ იცილებთ ან გრძნობთ დარტყმებს ხშირად შედით და არის ჩემ არხზე ეს ჩემი მეორე არხია პირველ არხზე შედით გოგოებო ლინკი გაშლების ქვეშ იპოვეთ და გადადით იქ დაგხვდებათ და ძველ გამომწერებო თქვენს იქ არის ესე იგი ყოფილი მამაკაცებისგან ქმრებისგან რომ მოვიცილოთ მიხვდით ხო ნუ გამარჯვება უნდა თქვენზე და სხვათა შორის თქვენ შვილებზეც გაიწიეს თქვენ შვილებზე თქვენს ფინანსებზე ავამტყოფობს რაღაცა კანზე ან სისხლში აქ ავამტყოფობა შეიძლება კიბოცა აქვს ეს იცის კიდეც მაგრამ ხშირად არ საუბრობს შეშინებულია იმიტომ რომ ავადარი ძალიან თვითონვე თქვენი ჩაგდება რომ უნდა აი აქ ხო თვითონვე ჩავარდა ამ სიტუაციაში და ეხლა ხო აღარ იცის რომ გამოვა მდგომარეობაშია რომ თქვენ ვერ გაჯობათ მიხვდით ხო და რა ბუმერანგები მისდის რომ ფინანსებს ხარჯავს ავამტყოფობებზე აქ ოპერაციებიცაა გაკეთებული და კიდე გაიკეთებს გამარჯვება რომ უნდა თქვენ შვილებზე თქვენს ოჯახზე ხო თქვენ შვილიშვილებზე თქვენზე და ელოდებოდა რომ ეს აუცილებლად ახდებოდა და სამართალი მის მხარეს იქნებოდა ნუ რას უკაცრავად თვითონ სამყარო ესე იგი აძლევს დაანახა მისცა შანსი რომ გაჩერებულიყო თვითონაც კარგად იცის რას აკეთებს არიან რომ ნუ შემთხვევით 1-2 რაღაცა ცუდი გაიფიქრა ადამიანმა გააკეთა არა გაიფიქრა კარგი გამოსწორდება მაგრამ ეს პიროვნება პირადად აკეთებს ამას დიდი ხანია აკეთებს ამას ძალიან დიდი ხანია გიკეთებთ ძალიან დიდი ხანია და ეს კიდე არ მოისვენებს იმიტომ რომ თქვენ ნახეთ როგორ წინ ხართ უყურეთ აი რომც არ ვილაპარაკო ეს სულ თქვენია გოგოებო ბიჭებო გოგოებო და პოტენციაზე აქვს დარტყმები ოპერაცია გაკეთებული გრიჟად შეიძლება პროსტატა კიბოც არის და აი თქვენზე რომ უნდა გამარჯვება და ეზეიმა ხო უკან მიუბრუნდება ვიღაცა ხალი მოატყუებს ფულით დაეხმარა ანუ ბუმერანგს იღებს რაში ფინანსებში რაც მისთვის ძალიან მტკივნეულია მისი შვილები ამოდის აქ ვისაც ეს ყავს ბიზნესში რაღაცა საქმე გაუჩერდა ან შვილს დაეხმარა და ეხლა აღარ აძლევს ფულს ანუ ძალიან დიდი მატერიალისტია მინდა გითხრათ აი ძალიან დიდი მატერიალისტია მინდა გითხრათ პიროვნება ხო გითხარით მატერიალისტია და ვიღაცასთან ამბავს ყვება თავის ურთიერთობაზე, თავის გულის ტკენაზე, თავის აი ამ ყველაფერზე, არა და ამ კაცს მართლა უყვარხართ, მაგრამ ეს უკვე სიყვარული აღარა, ეს არის გაფანატება, ეს არის აი ზლოსტ, გაბოროტება, მიხვდით ხო? და თქვენგან იცის რომ ეს დამთავრებული გაქვთ თქვენ მათთან ურთიერთობა. ვიღაცა ხალი ჩარეულია ამ საკითხში, ჩარეულია ესეც ხმლებია. ხო გითხარით, არა, ქალიდანაც მაგას ყავდა ეტყობა კიდე ოჯახი, ცოლი, თქვენს მერე ან თქვენამდე ესე ჩანს და მაგასთან დაამთავრა ურთიერთობა და ეს ქალიც გადაგემტერათ თქვენ გაითვალისწინეთ. თუ ვინმეს გაქვთ ეს სიტუაცია, შედით ჩემს პირველ არხზე და აუცილებლად მოიშორეთ ეს საპერნიცა. მაქვს მე ბევრი, რასაც მთხოვთ, მეგობრებო, ის ჩაწერილი მაქვს. ამოსქროლეთ, ამოწიეთ ქვემოდან ვიდეოები და ყველანაირი ჩანაწერებია, რასაც მთხოვთ. ძველი და ახალი მე არ გამიგია რიტუალი, რაც ძველია რიტუალი უფრო მაგრად მოქმედებს, იმიტომ რომ უფრო მეტი დატვირთვა აქვს ენერგეტიკულად. ხო, ფულში, ესე იგი, ფული წამოიღო ამ ყოფილმა ცოლმა და ეტყობა რომ სულ თქვენზე რო ფიქრობდა, მაინც შეიძლება ცოლი ყავდა, მაგრამ თქვენზე ფიქრობდა. ქონდათ გაუგებრობები, ეჭვიანობები და იქ
იქედანვე დაგიპირისპირდათ ეს ქალი, იქედანვე. არა და ბევრთან ჩანს, რომ ამ ქალმა დაანგრია თქვენი ოჯახი, თქვენ ერთი პერიოდი შეიძლება წამოსული იყავით, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობთ და ან თქვენ ქვეყანაში იყავით, ან თქვენ ქალაქში, ან წასული იყავით სადმე და ამ ქალმა ხელი იხელთა და გაგინულად გაგიჩერათ ეს ყველაფერი, მიხვდით ხო? აი ბუმერანგები, ესე იგი იმ ქალთან დავა აქვს თვითონ ჯერ კიდევ სასამართლო პროცესებია, ეს თავისი ბიჭი ამოვიდა, ხო თქვი ფულზე კიდე ეხმარება, ეს შვილს მეუნებიან, ან მეგობარი, მიხვდით ხო? კიდე გოგონა ხალხშია, ხალხში ეტყობა ისეთი სამსახური აქვს, რომ მოძრაობს. ნუ მისი უკან დაიხევა მისი კალესნიცა ბედის ბორბალი და ძალიან მალე, ნუ ჯანმრთელობა ხო აღარ უარგა, სვავს თითქმის ყოველ დღეს სვავს, კი, წამლებსაც და სასმელსაც და უსიამოვნებები აქვს, ჭიდილი უწევს, ჭიდილი და რამოდენიმეჯერ მოგწერათ, რაღაცა შემოთავაზებები იყო, ან ერთად გასვლაზე, ერთად გასეირნებაზე, შეიძლება ზაფხულის პერიოდში, მაგრამ თქვენ უარი თქვით და ამაზე საერთოდ გაგიჟდა, მიხვდით ხო? მოკლედ მეგობრებო, თქვენთან იყო ნინია, გამოიწერეთ ჩემი პირველი არხი და მომავალ შეხვედრამდე.